ძალიან კარგი ამბავი მაქვს შენთვის. მინდა დადასტურებულად გითხრათ, რომ სუპერძალები არსებობს. ჩვენ სამყაროში ბევრი შეცდომა ხდება. ბიოლოგიაში ამ შეცდომას ჩვენ მუტაციას ვეძახით. და მიგვაჩნია, რომ ეს მუტაცია არის რაღაცა ანომალია. რაღაცა დასხივებისგან მიღებული დეფორმაცია, ან სამეცნიერო ფანტასტიკის სიუჟეტი. მაგრამ სიმართლე არის ბევრად უფრო შოკის მომგვრელიც და უფრო მარტივიც, ვიდრე ჩვენ გონია. ჩვენ ყველანი, საერთოდ ყველანი ვართ მუტანტები. მართლა? ოღონდ X-მენები არა, უბრალოდ მუტანტები ვართ. ეს კაცობრიობა არის ევოლუციური შეცდომების ერთობლიობა, რომელმაც რაღაცნაირად სასწauლებრივად იმუშავა. თან იმუშავა როგორ? გავხდა მუტანტები და მოგვცა სუპერძალები. რაღაც სუპერძალები, რაც ადრე ჩვენ არ გვქონდა. ძალიან მარტივი მაგალითია. ადამიანები რომ იძახიან ხოლმე, ხო იცით, ლაქტოზის აუტანლობა მჭირს და რატომღაც ყველას გქონია, რომ ეს ლაქტოზის აუტანლობა არის დეფექტი. ყველას უნდა გქონდეს, ლაქტოზას უნდა ვიტანდეთ, მაგრამ ვიღაც ადამიანები ვერ იტანენ. მაგრამ სიმართლე სად არის იცით, რომ ვინც ვიტანთ ლაქტოზას, ანუ ლაქტიჩსკაია ნინავიძია, ვისაც არ გჭირს, ეს მეცნიერულად ეგრე არის, ხო ებრალ, როგორც მახსოვს. აი ისინი ვართ მუტანტები. ხო უცნაურია. ძალიან ბევრი რაღაც არის ეგეთი უცნაური და ზუსტად მაგაზე ვისაუბრებთ. ეხლა პატარა ის იქნება, წავიმღერებ რაღაცა ჩემი არხის სახელს და დავიწყოთ. Fantasto, semenamenanes too much baby. როგორ ახართ მეგობრებო, როგორც ხედავთ, ვიმყოფები ცოტა განსხვავებულ ადგილას, დავუბრუნდით ჩემს ფესვებს, მოვიშორე მაგიდა, დავჭმუჭნე, ვიპოვე ვიღაცა მთვრალი რუსი და გავუკეთე. აღარ მაქვს მაგიდა და ეხლა ვზივარ და გესაუბრებით ზუსტად ისეთი სკამიდან და ისეთი ადგილიდან, როგორც გესაუბრებოდით ოდითგანვე, ანუ არხი როცა გავაკეთე მაშინ. დღევანდელი თემა არის მუტაცია. მე ბავშვობით და მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ სუპერძალები მქონოდა. ოღონდ მარტივი სუპერძალები კი არ მინდოდა, მე მარტო რომ მქონდა, მინდოდა მეცხოვრა სამყაროში, სადაც სუპერძალებიანი ადამიანები იჩითებიან რა და მე მეპოვა ეს სუპერძალა, მე არა სამყაროში მეპოვა ჩემნაირი ხალხი, ვისაც სუპერძალები ექნებოდა და ერთად შევბრძოლებოდით ბოროტებას. ეს იყო ჩემი ოცნება და არის ჩემი ოცნება მთელი ცხოვრება, ღამე ამაზე არ ვიფიქრო, ვერ ვიძინებ. და დღეს თუ გუშინ წინ თქვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რაღაცას ვკითხულობდი და წავიკითხე ესეთი რაღაც, რომ 2.4 მილიონი წლის წინ ესე წერია, განვიცადეთ კატასტროფული ერთი შეხედვით კატასტროფული მუტაცია. ამაც გამოეწვია ჩვენი ყბის კუნთების შესუსტება. ანუ თითქოს ეს უფრო დამანგრეველი უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ყბა შევსუსტი, ჩვენი ყბის კუნთები შესუსტდა. მაგრამ ამან იცით რა გამოიწვია? აი მაგალითად შიმპანზეს ეს ძლიერი ყბის კუნთები ფიზიკურად ზღუდავს თავის ქალის ზრდას. ანუ ჩვენი ყბის კუნთები რომ შესუსტდა, ასევე შესუსტდა ის შეზღუდვა, რაც ზღუდავდა თავის ქალის ზრდას. სწორედ ამ მუტაციის შედეგად ჩვენი თავის ქალა გაიზარდა, twins უფრო მეტი ადგილი მიეცა, twins გაიზარდა, ჩვენი ღეჭვის უნარი კი შესუსტდა. ანუ ნაკლებად ვღეჭავთ, ნაკლებად ძლიერად ვღეჭავთ, ანუ რაღაცა უმი ხორციო ჩავიჯოთ, ვეღარ გავღეჭავთ. მაგრამ სამაგიეროდ twin-ი გაგვეზარდა, twins მიეცა გზა, twins მიეცა თავისუფალი ადგილი, რომ უფრო და უფრო გაზრდილიყო და ასევე ამ გაზრდილმა twin-მა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ უმი ხორცი აღარ გვეჭამა, მოგვეხარშა, შეგვეწვა კარაქი, ისა როზმარინი, კარაქის აბაზანა, ნიორი დაჭყლდნენ ეგრევე სტეიკი და აი პირში ჩაგადნება ეგეთი ხორცის მომზადების უნარი მოგვანიჭა. ანუ მუტაციამ, რომელმაც ერთი შეხედვით დაგვასუსტა, ძალიან ბევრ სხვა ადგილას გაგვაძლიერა. ეს წავიკითხე და დავფიქრდი, რომ რამდენი მუტაცია განვიცადეთ რა. აი რამდენი მუტაცია განვიცადეთ და არსებობს კიდე მუტაციები, რომლებიც მაგალითად მილიონი ადამიანიდან ერთში ვლინდება. მაგალითად არიან სუპერთეისთერები. სუპერთეისთერები არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ ესეთი მუტანტი გენი, რომელიც მათენის რეცეპტორებს დიან ძალიან სენსიტიურს გემოების მიმართ. ანუ წარმოიდგინეთ, ჩვენ რო გემოს ვგრძნობთ, რაღაცა გემოს ხო ვგრძნობთ, აი მაგალითად მწარეს ხო ვგრძნობთ, ჟავეს ხო ვგრძნობთ, მლაშეს ხო ვგრძნობთ, ის ადამიანები 10-ჯერ და 100-ჯერ უფრო ძლიერად გრძნობენ. ანუ საბოლოო ჯამში მწარის შეგრძნება მათ უფრო მეტად შეუძლიათ. მწარის შეგრძნება ჩვენ რატო შეგვიძლია მაგაზე ვიდეო მაგ გაკეთებული თავიდან ბოლომდე გემოებზე, მაგრამ ვისაც გეზარებათ ეხა მაგ ვიდეოს თავიდან ბოლომდე ყურება, მე აგიხსნით ადამიანებმა რატომ გამოვიმუშავეთ ის რომ მწარე შეგვეგრძნონ, რატო გრძნობთ ამ მწარე გემოს. ბუნებაში საკვების, ბოსტნეულის და მცენარეების საკვების 80%, რომელსაც მწარე გემო აქვს, არის მომწამლელი, ტოქსიკური, გვწამლავს. სწორედ ამიტომ ადამიანი ყველაფერს ჩვენ
ხო არ ქონდა მაშინ სტეიკები, იმიტომ რომ ყბის ისა კუნთი არ არაძლევდა ტვინს გაზრდის საშუალებას. ჩვენ ყველაფერს ჭამდით ესე ბუნებაში და რაღაცები გვწამლავდა. ესე უცებ რენდომად რაღაცას ჭამს და იკვდები. და გამოიმუშავეთ ის, რომ აი ეგეთი მომწამლავი ნივთიერებების მიმართ ჩამოგვიყალიბდა რაღაცა გრძნობელობა, რომელიც არის დისკომფორტული, აი მწარე ხო ყველა მწარე კიტრზე ბანძიგემო ხო არაფერს არა აქვს. აი გადმოაფურთხებ ეგრევე სულ კვდებოდეს შიმშილით, მწარე კიტრს გადმოაფურთხებ რა. და სწორედ ამიტომ მწარის შეგრძნება ვისწავლეთ როგორ შეგვეგრძნო მწარე, ზუსტად მაგითო. თავდაცვის მექანიზმი იყო ესე ერთგვარი, ბუნებრივი ოღონდ რა. აი ეგ რის გამოც გვაქვს გამომუშავებული ეს რაღაცა მჟავის შეგრძნება, მწარის შეგრძნება, ტკბილის ამის იმის, ამ ადამიანებს აქვთ მუტაციურად ძალიან უცნაურად ძალიან ძლიერი. და არიან ადამიანები, რომელიც პირშევ ჩაიდებენ რაღაცას, ოდნავ წამით, აი რაღაცა ოდნავი 1 გრამი მარილი თუ უქენი რაღაცას და ეტყვი რომ უმარილოაო, ტიპი გეტყვის რომ მარილიანი არისო. ეგ ხო სუპერძალაა მეგობრებო. აი მაგითო დავიწყა იმ ტექსტით, რომ სუპერძალები არსებობს. სუპერძალა არის რა თქმა უნდა. ჯერ არ დაბადებულა ადამიანი, რომელიც თქვენს ფიქრებს კითხულობს, მაგრამ იქნება ვიღაცა მუტანტი, დაიბადება რაღაცა დაერღვევა და შენ ფიქრებს წაიკითხავს. დაგინახავს შაროლის ქვეშ რა პეტრუსი გაწვია. აუცილებლად დაიბადება ეგეთი ადამიანი, ეგეთი მუტანტი. სამწუხაროდ მე ჯერჯერობით არანაირი მუტაციური ვერ გამოვავლინე, ვეცადე, ყველანაირად ვეცადე, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანი ვარ, მაგრამ გონია რომ თუ დედამიწაზე არსებობს სამართალი და არსებობს სუპერძალები, მეც უნდა მქონდეს ერთი რა. ძალიან მინდა. სანამ შემდეგ მუტაციაზე გადავალ, რაღაცას შევეხები. მუტაცია ხდება DNM-ში. ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს მოძიებული. ყურეთ, მობილურში მაქვს ჩაწერილი. ადამიანის ტვინი ინახავს 2.5 პეტაბაიტ ინფორმაციას. 2.5 პეტაბაიტი არის 2500 ტერაბაიტი. ანუ ჩვენ შეგვიძლია 2500 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვა ტვინში, გონებაში. ხო იცით ეხლა რომ იყიდებ მაგარი SSD-ები 2 ტერაბაიტიანი და ყველაფერი ეტევა 200 თამაში და 300 ფილმი და ყველაფერი ეტევა. ჩვენ ტვინს შეუძლია 2500 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვა, მაგრამ ეს ბევრი საერთოდ არ არის. იმიტომ რომ ყველაზე საინტერესო რაც არის, ის არის რომ ჩვენს DNM-ს, აი DNM-ი რაც არის ძალიან პატარა, 1 გრამ მასა DNM-ს შეუძლია 300 პეტაბაიტი ინფორმაციის შენახვა. ანუ 3000 ტერაბაიტი ინფორმაციის შენახვა შეუძლია 1 გრამ DNM-ს ჩვენსას. ხო ესეთი უცნაური და ყოვლის შემძლე არის ესე რომ ვთქვათ ჩვენი DNM-ი და ჩვენ DNM-ში ის იმხელა ინფორმაციის შენახვა შეუძლია რომ ძალიან პატარა მუტაციით, ძალიან მცირე მუტაციით შეიძლება ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს კაცობრიობაზე რა. და ეს მუტაცია ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ არის ჩათვალე აპდეიტები. ანუ ადამიანები იძახიან რომ ჩვენ ვცხოვრობთ სიმულაციაშიო და მათთვის ვისაც გონიათ რომ სიმულაციაში ცხოვრობთ, მაგ ძალიან კარგი არგუმენტი. ვიღაცას რომ დაუჯდებით თქვენს უფროს მეგობარს ან მშობელს და დაუწყებთ კამათს რომ სიმულაციაში ცხოვრობთ და ის რო გეტყვის რომ შვილო რა ის სიმულაციაში დაჯექი მეცადინეო, თქვენ შეგიძლიათ ასეთი რაღაც უთხრათ, რომ ჩვენ DNM-ში ხდება ისეთი მუტაციები, რომ ამ მუტაციის გამო შემდგომი ადამიანი უფრო შესაბამისი იყოს არსებულ რეალობასთან, ვიდრე მისი წინამორბედი იყო. ანუ ეს ჩვენ იქ არ რაღაც ნემსებით არაფერი არ შევყავს. ეს ხდება ბუნებრივად, თავისით. და თავისით რო რაღაც სამყაროში სიახლეები ხდება, რომ ახალ სამყაროს ძველი მოდელი შეესაბამებოდეს, მაგას ხო აპდეიტი ქვია, აპდეიტები შემოდის, balance change-ები შემოდის. ანუ ეს DNM-ის მუტაციები შეგიძლიათ თქვენს უფროს მეგობრებს და მშობლებს უთხრათ, რომ არის ერთგვარი აპდეიტები. სამყარო იცვლება და ადამიანი აპდეიტდება. თუ გაგიგეთ ბაჯაუს ხალხი, ბაჯაუს ხალხი არის, თუ სწორად ვიცი, ტომი არის ინდონეზიაში, არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირი ადამიანები არიან, აგებულებით, ორი ფეხი, ორი ხელი, ერთი თავი და სქესს გააჩნია იქ რა ხდება. ტიპებს შეუძლიათ 70 მეტრ სიღრმეზე წყალში ჩავიდნენ ესე და 13 წუთამდე გაძლონ წყლის ქვეშ. 70 მეტრის ქვეშ. ანუ ხوارიან ტიპები რო აი 24 წუთი თუ 28 წუთი არის მსოფლიო რეკორდი წყლის ქვეშ. მაგრამ ეგ ტიპი ვინც მსოფლიო რეკორდი მოხსნა 24 წუთი ჩავიდა, ჩაიყვანო 70 მეტრით ქვევით და მან გააჩერა ვერ გაძლებს 24 წუთი, იმიტომ რომ წნევა, ბევრი ფაქტორი მოქმედებს. და ეს ბაჯაუს ტომელები, ადამიანები, რომლებიც უბრალოდ ესე ტომი არის, ბევრნი არიან, მათ შეუძლიათ 70 მეტრის ჩაყვინთონ და 13 წუთი წყალში იყვნენ, ისე რომ არ ამოყვინთონ. და დაინტერესდნენ მეცნიერები როგორ აკეთებენ ამასო და წავიდნენ კვლევა
გაატარეს და აღმოაჩინეს მუტაცია მათ გენში. PDE10A აღმოაჩინეს მათ გენში. ამ მუტაციის გამო ბაჯაუს ტომელებს აქვთ 50% უფრო დიდი ელენთა ვიდრე გვაქვს ჩვენ, მე და თქვენ. როცა ისინი წყალში ყვინთავენ, ეს ელენთა იკუმშება და სისხლში უშვებს ჟანგბადით გაჟღენთილ ელექტროციტებს ესე რა. ანუ ჟანგბადი აქვთ შეგროვებული ესე ჩვენი ენაზე რო ვთქვათ რა. ანუ აკვალანგები აქვთ რა. ანუ ორგანიზმში მუტაციით მათ შეძლეს და აკვალანგი ჩაიდგეს. ესეც ხო სუპერ ძალა. აი მე რო 13 წუთი ვძლებდე 70 მეტრის ქვეშ. ერთი 25 ვიდეო ხო მაგაზე მექნებოდა გაკეთებული, მაგრამ არა არ გამომდის რა ვქნა. ასევე რო ავიდეთ 4000 მეტრზე სიმაღლეში, ტიბეტელებსაც კი მუტაცია აქვთ, იმიტომ რომ ძალიან მაღლა რო ხარ ჟანგბადი არის ცოტა და მათ მუტაცია განიცადეს ეგეთი, რომ შეუძლიათ ნაკლები ჟანგბადის ეფექტურად გამოყენა მათ ორგანიზმს. ესენი თვითონ კი არ გეგმავენ, მოდი ხარ ნაკლებ ჟანგბადს გამოვიყენებ, არა. მუტაციის შედეგად ბუნებრივად ავტომატურად მათმა ორგანიზმმა ისწავლა ნაკლები ჟანგბადის ეფექტურად გამოყენება. ასევე არსებობს ესეთი მუტაცია LRP5 ქვია, რომელიც ესეთ რაღაცას უზრუნველყოფს, რომ შენი ძვლები ხდება იმდენად მკვრივი ადამიანის ვისაც ეს მუტაცია აქვს, იმდენად მკვრივი ძვლები აქვს, რომ აი თითქმის შეუძლებელი მაგის გადატეხვა რა, ანუ გატეხვა არის შეუძლებელი, ანუ ჩვენზე 5ჯერ მკვრივი ძვლები აქვს, აი ძალიან ავარიაში რომ მოყვეს ტიპი, აი ძალიან რომ დაიმტვრეს, გადმოაჩვენება, იმიტომ რომ არაფერი არ უტყდება, აი ქვასავით ძვლები აქვს. მაგრამ ერთი მინუსი ისაა, რომ წყალში იძირება ყველა ვერც ურავს, იმიტომ რომ ძიმე არის ეს ქვასავით მაგარი ძვალი, ასევე მაგართენად მძიმეც არის და წყალში როგორც კი ჩავიდე, იძირება და რაც არ უნდა ბევრი ვარჯიშოს იმ ადამიანის ცურვაში, შეუძლებელია მაგ მუტაციის მქონე ადამიანი ან ფეხი მოტეხო რო ჩაარტყავ, ან რო ჩააგდებ წყალში ამოცროს და არ ჩაიძიროს. აი ეს უფრო ისეთი სუპერ ძალა არის, great power comes with great responsibility-ა რა. აი ახლა გადავიდეთ იმ ცნობილ იმაზე, რაც გითხარით, ლაქტოზის აუტანლობა. ზრდასრული ადამიანი არ უნდა სვავდეს რძეს. დამთავრებდა ადამიანი 3 წლის რო ხდებოდა, всё, რძე აღარ იყო მაგისთვის. და სწორედ მაგიტომ ლაქტოზას იტანდა ბავშვი მხოლოდ. მაგრამ მე რო გავიდეს, დრო ხა მოვაშინეთ ყველაფერი, ყველა ძუძუ პირს ჩავიდეთ რძე გამო, ანუ ყველაფრის რძეს უსვამთ ვაფშე. მაგის გამო რაღაცა ადამიანებში მოვიდა აპდეიტი და ჩვენ დააპდეიტებული არსებები ლაქტოზას ვიტანთ, მაგრამ არიან ადამიანები ჩვეულებრივ ორიგინალები, რომლებიც ლაქტოზას ვერ იტანენ და როიცით თუ ლაქტოზის აუტანლობა გჭირთ და ვიღაცა შემოგხედოთ ნაკლულად, უთხარით, ვაი შე მუტანტო გაეთრი აქედან და ჯოხი მოუქნიეთ. აუცილებლად ეგრეკენით. ყველაზე დიდი mind blow, ჩემთვის ყველაზე უცნაური და რო დავფიქრდი ძალიან საინტერესო. და ძალიან ისეთია რა, ჩვენ ყველა ადამიანს თავიდან საერთოდ ვინც ვარსებობდით მე არ ვარსებოდი, მაგრამ ვინც არსებობდნენ, იმედი ისეთი არ ხართ, ვინც მაგაზე და არსებობდით უნდა მეთქვა, ანუ 19 მილიონი წლის არა, ხო, ვინც არსებობდნენ, ყველა ადამიანს ჰქონდა ყავისფერი თვალები, ბოიშვილი, ყავისფერი თვალები ჰქონდა მარტო, არ არსებობდა სხვა ფერის თვალი, აი არ არსებობდა, ყველას ჰქონდა ყავისფერი თვალი. ერთ კონკრეტულ ადამიანში მოხდა ესეთი მუტაცია, ესეთ გენში OCA2 და თვალის ფერად გარში რაც აწარმოებდა ყავისფერ პიგმენტს ეგ გამორთო და გაჩნდა ლურჯთვალება ადამიანი. ეგ იყო პირველი ადამიანი, ვინც იყო ლურჯთვალება. მაგის მერე დაიწყო ლურჯთვალა ადამიანებმა დაბადებები. ანუ რო იცოდეთ ლურჯთვალა ხალხო, თქვენ ყველანი ნათესავები ხართ. ანუ ესე ნათესავები შეიძლება არ ხართ, მაგრამ ყველას ვისაც ლურჯი თვალი გაქვთ, ხართ იმ ადამიანის შთამომავალი, რომელშიც პირველად გამოირთო ყავისფერი პიგმენტის წარმოება თვალის ფერად გარში. აი ხა მაგალითად დავიღოთ ესეთი რაღაცა. მეცნიერებაში ამჩნიეს, რომ არსებობს ესეთი წინამხრის არტერია რა. და ბავშვი რო იბადებოდა, მაგ დროს არსებობდა ეგ წინამხრის არტერია და რაც უფრო იზრდებოდა რაღაცა რო იბადებოდა, ნელ-ნელა კრებოდა ეს წინამხრის არტერია. მაგრამ უკვე რაც რო გადის ახალ თაობაში ძალიან ბევრ ადამიანს შეუნარჩუნდა ზრდასრულ ასაკშიც წინამხრის არტერია. და პასუხი მეცნიერების ამ ყველაფერზე ის არის, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვიყენებთ თითებს სწრაფად ვამოძრავებთ, რაღაცის აკრების დროს, smartphone-ში მუშაობის დროს, კლავიატურაზე მუშაობის დროს და სწორედ ამიტომ თითებში უფრო მეტი სისხლი ჭირდება ადამიანს, რომ გადიოდეს, რომ ეს ყველაფერი უფრო კარგად აკეთოს და სწორედ ამიტომ განვიცდით ახლა პროცესში ვართ განცდის ამ მუტაციის, რომ ეს როგორც ლაქტოზის აუტანლობა გქონდა ბავშვებზე, რომ მარტო ბავშვებს გქონდათ ატანის უნარი და დიდ საღარ, ესეც ეგეთია, რომ მარტო ბავშვს გქონდა ეს წინამხრის არტერია და დიდ საღარ და ეხლა დიდსაც შეუნარჩუნდა. ანუ მე არ ვიცი ეხლა წინამხრის არტერია შემინარჩუნდა თუ არა, მაგრამ თქვენ თუ იცით, დაწერეთ კომენტარებში,
გაქვთ თუ არა ლაქტოზის აუტანლობა და გაქვთ თუ არა წინამხრის არტერია. ასევე არსებობენ ადამიანები, მუტანტები, რომლებთაც ზუსტად 4-5 საათი სჭირდებათ იდეალური ძილისთვის. ანუ ზოგადად ხარისხიანი ძილი შეადგენს 7-დან 8 საათამდე, ანუ 7-8 საათი ადამიანს უნდა ეძინოს, რომ ის ყველაფერი აღიდგინოს და გამოიმუშაოს, რაც გასამომუშავებელი და აღსადგენია. მაგრამ არიან ესეთი მუტანტები, გიჟი სუპერ ძალის მქონე ადამიანები, სუპერ გმირები და სპაიდერმენები, არსებები, რომლებიც 5-4 საათს იძინებენ და ზუსტად იგივე შედეგს იღებენ, რაც შედეგსაც იღებენ სხვები, როდესაც 8-7-8 საათის ძინავთ. ეს სუპერ ძალა დიდი სიამოვნებით მექნებოდა. უძილობა მჭირს, მაგრამ თლა 4-5 საათი არ მყოფნის თუ დავიძინე. მაგრამ თქვენ თუ ხართ ადამიანი, ვინც 7-დან 8 საათამდე სჭირდება რომ დაიძინოს და გამოღვიძებული იყოს ძილის შემდეგ. მაგრამ ვერ ასწრებს და მაინც 3-დან 5 საათამდე უწევთ ძილი, მაგათთვის მაგ ძალიან კარგი გამოსავალი, თქვენ უბრალოდ უნდა შეიძინოთ Starbucks-ის სამაგი ესპრესო წინა ღამეს, მაცივარში ჩააციგოთ, დილას რო ადგებით გადმოიტანოთ ჭიქაში, ყინულებთან ერთად მოურიოთ და დალიოთ, ჯერ ხო ძალიან გესიამოვნებათ და თვალებს რო გაახელთ, იმ 100 მილიონ ფერსაც დაინახავთ და ის 3-დან 4 საათამდე თუ 5 საათამდე ძილიც საკმარისი იქნება. მადლობა Starbucks. ასევე არსებობს ასეთი მუტაცია, რომელსაც ქვია ურბახ-ვიტესის სინდრომი. ძალიან საინტერესო სინდრომი არის. ურბახ-ვიტესის სინდრომის მქონე ადამიანებს არ გააჩნიათ შიშის გრძნობა. ანუ შიში რა ემოციაც არის ჩვენთვის, მათთვის არის სრულად უცხო. ვერც აუხსნი, ვერც ჩამოუყალიბებ, ვერც გააგებინებ. ანუ იმ ადამიანისთვის გაუგებარია, შენ რო იარაღს გიმიზნებს ტიპი ზემოდან, რატომ გეშინია? ანუ ვერ ხვდება რა ემოციას იწვევს ის იმ ტიპს რო იარაღს თავში უმიზნებენ, ის ფიქრობს როგორ გადარჩეს, ან რატო უმიზნებს ის ტიპი. ანუ სრულიად სივსისხლიანია, მანდის არა აქვს შიშის შეგრძნება, ანუ რაღაცა მოსალოდნელის, რაზეც ზეგავლენას ვერ ახდენს, იმის შეგრძნება წინასწარ არ შეუულია და შიშს ვერ გრძნობს. 0 შიში აქვს. წარმოგიდგენთ რა უცნაური არის, მე არ იცის შიში რა არის. და ვერც ვერასდროს გააგებინებთ, ამ ყველაზე საინტერესო ეგაა. თქვენ რომ მიხვდეთ და ყველაზე მაღალფარდოვანი და ყველანაირად, ყველა ენაზე, ყველა ფერით რო აუხსნათ შიში როგორი შეგრძნება, შანსი არ არის ოდნავ მაინც გააზრებინოთ მას როგორი შეგრძნება შიში, იმიტომ რომ მას უბრალოდ არასდროს უგრძნია ეგ ყველაფერი. ანუ ტიპი არის, რომელსაც ბიოლოგიურ დონეზე მოკლული აქვს შიშის შეგრძნება. ურბახ-ვიტესის სინდრომი ვისაც გაქვთ, ბიჭო. ეხლა რა მუტაცია განვაცდებინო ვიღაცას. ნორმალური ადამიანი აღიქვამს 1 მილიონ ფერს, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვინც აღიქვამენ 100 მილიონ ფერს. ანუ ჩვენზე 100 ჯერ მრავალფეროვან სამყაროში ცხოვრობენ. მაგრამ მე რა ვიცი რომ მე არ ვარ ეგ ადამიანი. არ ვარ უეჭვი. დალტონის სინდრომი ადამიანს და დალტონიკები, ვინც არიან, რაღაცა ფერებს ხო ვერ არჩევენ ჩვენთვის რომ შეუძლებენ. ახლა ჩემი ბავშვობის მაკაცი არის, ეგ სინდრომი ჭირს და სტაფილოსფერს და ლურჯს ვერ არჩევდა ერთმანეთისგან ვაფშე, ანუ ვაფშე სხვა ერთი და იგივე ეგონა, წარმოიდგინე. ხო და არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ჩვენ, ვინც დალტონიკები არ ვართ, დალტონიკები ვართ. იმიტომ რომ არსებობენ ადამიანები, რომელსაც 100 ჯერ მეტი ფერის დანახვა შეუძლია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია. ეგეთი მუტანტები არიან, ეგ ვერაგები. ანუ როგორ ხდება ეგ ახლა? ჩვეულებრივ ადამიანს თვალში 3 ტიპის ფერადი რეცეპტორი აქვს. წითელი, მწვანე და ლურჯი. მაგრამ ზოგიერთ ქალში, რო იცოდეთ, ხო ეს დამავიწყდა, უეჭველად ქალი არის, ანუ კაცში არ არსებობს, ანუ არც ერთი კაცი არ არსებობს მაგ მუტაციით, რომელსაც 100 მილიონი ფერის დანახვა შეუძლია. მხოლოდ ქალებში ვლინდება ეს. ქალებში უნდა რადგან X ქრომოსომასთანაა დაკავშირებული რა. ჩნდება მეოთხე დამატებითი რეცეპტორი. შედეგად ისინი ხედავენ ფერებს და ტონალობებს X-სა და ჩვენთვის უბრალოდ ერთგვაროვანი ზედაპირია. თუ ჩვეულებრივი კაცი ხედავს უბრალოდ მწვანე ბალახს, მუტანტი, ტეტრაქრომატი ქალი ხედავს ასობით და ათასობით სხვადასხვა ელფერს იმ ერთ მწვანე ბალახში. ჩემთვის მისთვის მთელი სხვა სამყაროა საერთოდ. ანუ ეს ტეტრაქრომატი ქალები ცხოვრობენ ჩვენზე 100 ჯერ მრავალფეროვან სამყაროში. ცოტა მშურს, მაგრამ კარგად მშურს, მაგრად მინდა. პირველი კაცი ტეტრაქრომატი გავხდები მე, დაიმახსოვრეთ. სამ ძალიან საინტერესო, მართლა ძალიან საინტერესო მუტაციებზე საუბარზე გადავალ. შეგახსენებთ, რომ ჩემი გენსპო არის საქბანკი, არ გაჩერდეთ მეგობრებო და ასევე საქართველოს ბანკი არის მთავარი მხარდამჭერი განათლების, არ გაჩერდეთ განათლების გზაზე. შეგიძლიათ შეხვიეთ განათლება BOG.GZ, რა ქნიშნულობა თქვენ ხართ სკოლის მოსწავლე, სტუდენტი თუ დამწყები პროფესიონალი, თქვენზე მორგებულ პროგრამას და თქვენთვის შესაფერის და სასულო პროგრამას აუცილებლად იპოვით. ასევე მიღება დაიწყო
UNESCO საერთაშორისო სტიპენდიებზე, რომელთაც შეგიძლიათ ამერიკის და ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში მოხვდეთ. მოკლედ შედით განათლება.biog.gz-ზე, იპოვეთ თქვენზე მორგებული პროგრამა და ამოიყენეთ საქართველოს ბანკი გვერდში განათლების გზაზე. ძალიან ბევრი ადამიანი იძახის, რომ მეც მათ შორის, რომ Justin Gage იყო გაჟღენთილი უამრავი სხვადასხვა პრეპარატით, რომელსაც ჩვენ დოპინგს ვეძახით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, მუტანტები, რომლებთაც საერთოდ არ ჭირდება დოპინგის მიღება, ისე არიან ბუნებრივად დადოპინგებულები. ამ მუტაციის მქონე ადამიანებს აქვთ 50%-ით მეტი ჰემოგლობინი სისხლში. ეგეთი ადამიანი, ცნობილი ადამიანიც არსებობდა, რომელსაც ეგ EPOR გენის მუტაციით სარგებლობდა, იყო მოთხილამურე, ერომანტიურანტა, ერქვა ესეთი მოთხილამურე იყო და overpowered იყო, ვერავინ ვერაზროს ვერაფერში ვერ უგებდა, იმიტომ რომ უბრალოდ მაგისი კუნთები არაზროს არ იღლებოდა. მისი მუტაციის გამო სისხლი ყოველთვის ძალიან ბევრ ჟანგბადით ამარაგებდა სხეულს. და ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჭირდება დოპინგი და ბუნებრივად არიან დადოპინგებულები. ხო სუპერძალაა. არსებობენ ასეთი მუტანტები, რომლებსაც ტკივილის შეგრძნება არ აქვთ, უბრალოდ არანაირი ტკივილის შეგრძნება არ აქვთ. მაგრამ ეს სუპერძალა არ არის, ეს არის სუპერ დიზაბილიტი არის, პირიქით, სუპერ არასუპერძალა არის, ძალიან ნორმალ ძალა არის. არ არის ძალა, ვაფშე ის არის, რა ქვია, უძლურება არის, იმიტომ რომ ტკივილი იმიტომ გრძნობთ ჩვენ ტკივილს, რომ ეს არის დაცვითი მექანიზმი. შენ რო ფეხში ვიღაცა რაღაცას გირჭობს, უნდა იცოდე, რომ ფეხში რაღაცა ისეთი ხდება, რაც არ უნდა ხდებოდეს და ყველაზე ცუდი შეგრძნება, რაც მოიგონა სხეულმა, რომ ჩვენ გვეგრძნო, იყო ტკივილი და ტკივილს როგორც გრძნობ, მაგაზე უეჭველი რეაგირებ. მაგიტომ არის რაღაცა მუცელი რო გტკივა, იმიტომ გტკივა, რომ გეუბნება, რომ ძმაო, აქ რაღაცა ისი არ არის, როგორც უნდა იყოს. მიხედე. თავი რო გტკივა, ახლა აქ ძმა არ არის, სისხლი მოგდის, ინფექცია არ შეგეჭას, მიხედე. მაგიტო გტკივა და არიან ადამიანები, რომელმაც სულ დაკვირვებაში არიან, ვაიმე რა. იმიტომ რომ რაღაც რომ მოძდით არ ტკივაც, ვერ ხვდებიან. შეიძლება კუჭი აქვთ გამსკდარი, მჟავა ჩასდით იმაში, რა ქვია, ორგანიზმის მუცელში და ამას ვერ ხვდებიან, იმიტომ რომ ტკივილის შეგრძნება არ აქვთ. და სულ არიან მოჭიმულები, სულ რენტგენზე არიან, სულ დაკვირვებაში არიან. ეს ჩემს არ არის სუპერძალა. ხო? ეს არის ძალიან დიდი ძალიან რთული არის ესეთი ცხოვრება, რომ ტკივილის შეგრძნება არ გაქვს. ეხა მუტაცია სუპერძალა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჩემთვის რა და ყველაზე სასურველი. და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანებისთვის, ვისაც ვინც ეხლა მისმენს. 1980-იან წლებში იტალიის ერთ პატარა სოფელში, ლიმონე სულ გარდაში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ჭამდნენ ყველაფერს, ცხიმიან შემწვარს ტკბილს, ყველაფერს, მაგრამ მათი სისხლები იდეალურად სუფთა რჩებოდა. მათ დნმ-ში იპოვეს ამ დასახელების მუტაცია და ეს მუტაცია ქმნიდა რაღაცა სპეციალურ ცილებს, რომელიც ორგანიზმიდან ძალიან სწრაფად დევნიდა ყველაფერს, ქოლესტერინის, ანუ ყველაფერს, საერთოდ ყველაფერს მავნეს, რაც იმ საჭმელების ჭამისგან ორგანიზმში რჩება და შეიძლება ვერ გამოიდევნოს და მე დროთა განმავლობაში რაღაცა რისკები შეგიქმნას, ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდოს შენი. ამ ყველაფერს ძალიან მალე დევნიდნენ და თითქმის ნულოვანი მაჩვენებელი ჰქონდათ გულის შეტევის. ანუ 0 შანსია მაგათ ეგ რომ მოუდეთ. ეგ არის სუპერ ორგანიზმი, ანუ წარმოიდგინეთ რა, ანტივირუსი უყენიათ, ანუ ფასიანი ანტივირუსი ხო არავის არასდროს არ იყენებიათ, ამათ უყენიათ ფასიანი ანტივირუსი, ფასიანი კასპერსკი უყენიათ, რომელიც ეგრევე დევნის ვირუსებს და ბანძ რაღაცეებს ორგანიზმიდან და ტიპებს არასდროს არაფერი არ ემართებათ. რა თქმა უნდა, ეხლა მანქანამ თუ გადაუარა დაემართებათ, მაგრამ აი ჭამისგან და რაღაცეებისგან არაფერი არ ემართა და სუპერ ფითები არიან. ჩვენს ორგანიზმში, ყველას ორგანიზმში არის ესეთი ცილა, მიოსტატინი ქვია, რომელიც არის ერთგვარი მუხრუჭი რა, ანუ გამუხრუჭებს, შენ ორგანიზმს ამუხრუჭებს, რომ ჯიგრი ჯონსონ შეჩერდი, მეტი კუნთი აღარ ააშენო, იმიტომ რომ შეიძლება ამ კუნთების ენერგია არ გვიყოს და რაღაცა მარცხი მოგვივიდეს. მაგრამ შესაძაც გენი MSTN მუტირებულია, ეს მუხრუჭი არ ირთვება. და გინახავთ ალბათ ბავშვები, ახალი დაწყებული აქვს სერველი და იმენა ძალიან ჯერ დაკუნთულები რო არიან. ეგენი არიან მაგ მუტაციის მქონე ადამიანები, ბავშვები. მათი სხეული მხოლოდ კუნთებს აშენებს, არანაირ ცხიმს არ იგროვებს და ტიპები არიან ჯანზე რა, ანუ 23 წლის ბავშვებს შეუძლიათ აწიონ 20 კილოიანი გირები. იმიტომ რომ მათ რასაც იღებენ, ყველაფერი ხმარდება კუნთის აშენებას. და თუ ის ბავშვები არიან ეგეთი ძლიერები და ეს მიოსტატინი ამუხრუჭებს და ეს რო არ ამუხრუჭებდეს სუპერ ძალის მქონე ბავშვები იბადებიან, ანუ მართლა სუპერ ძალა. 3 წლის ბავშვი რო 20 კილოიან გირს აწევს, ხო სუპერ ძალა არის. და წარმოიდგინე ეგ ტიპები ეგეთები არიან და თუ ეს მიოსტატინი გვასტოპებს, რამდენი მუხრუჭი შეიძლება ადამიანს ქონდეს ებრალ. იქნებ ძალიან ბევრი მუხრუჭი არსებობს და ეს მუხრუჭები რო აუშვათ, მართლა ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს.
არა, აგი ზღვარი. რითიც დავიწყე თავიდან ჩემი ოცნება, ჩემი საყვარელი, გულის გადასაყოლებელი ფიქრები რა არის, რომ მაქვს სუპერძალა, დავდივარ სამყაროში, სადაც აქვს რამდენიმე ადამიანს სუპერძალა, ვეძებ ამ ადამიანებს, პოულობ ერთი იდეის წინაშე ვერთიანდა, ერთი იდეის წინაშე ვერთიანდებით და ვებრძვით ბოროტებას. ეს სცენარი შეიძლება რეალური იყოს, იმიტომ რომ უბრალოდ გონი ადამიანები შეიძლება მზად არ არიან. არ ვართ მზად, რომ მოხრუჭებს აუშვათ და ჩვენი მაქსიმალური პოტენციალი გამოვავლინოთ. და დადგება ის მომენტი, როდესაც ადამიანი თავის მაქსიმალურ პოტენციალს გამოავლენს და შეიძლება მართლა იცხოვროთ, მე თუ არა, ჩემი შვილიშვილებმა შეიძლება მართლა იცხოვრონ ისეთ სამყაროში, სადაც ადამიანებს სუპერძალები აქვთ. არ გაჩერდეთ, იფიქრეთ, იოცნებეთ, იმიტომ რომ ჩემი ოცნება, რომელიც ყველაზე შეუძლებელი არის, ამ წამს გავიგეთ, რომ თურმე შეიძლება შესაძლებელი იყოს. და თქვენი ოცნება მაგალითად ვიღაცის, ალბათ ერთის მაინც იქნება, ეშკა, მერსედესი, ან რა ვიცი, ემპიატი. უფრო ბევრად შესაძლებელია რომ მიიღოთ, ვიდრე მე და მე არ ვჩერდები და თქვენ მით უმეტეს არ უნდა გაჩერდეთ. უღრმესი მადლობა, ეხლა ცოტა უხერხულად ვარ, იმიტომ რომ გაიხლა გადმოვედი აქ სკამი უნდა გამოცვალო, იგი ვქნა, აგი ვქნა, მაგრამ მოვეწყობი რა, აქ იმიტომ ვზივარ რომ ეს არის ფონი, იქით კომპიუტერი იტკბება და ლაივებს ვიწყებ და კაროჩე ყველაფერი იქნება რასაც შეგვიძლია. მორჩეს პროსტა სოფლიო ჩემპიონატ ტვინი. თუ თქვენ კომენტარებში დამიწერთ რა საერთო აქვთ მერაბას, თამუნას და ევას, თქვენთვის დავამზადებ მერჩს ყველასთვის, ვინც გამოიცნობს და მე ჩემი ხელით მოგიტანთ. მერაბა, თამუნა და ევა. რა საერთო აქვთ? კარგად გზანდებოდეთ.